გამარჯობათ. ეთერშია გადაცემა ბავშვობიდან მომავალი გზა. მე მისი წამყვანი ნიკოლოზ დანელია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება მომღერალი გია ნიკოლაძე. გამარჯობათ ბატონო გია. გამარჯობა ნიკოლოზ. გვიანბეთ როგორი ბავშვობა გქონდათ? როგორი ბავშვობა მქონდა და ისეთივე ალბათ როგორც ყველას. ბავშვობა მქონდა ძალიან ლამაზი. პირველ რიგში ბავშვობისას ყველაზე ლამაზი ამ ქვეყანაზე რაც არის და მეც ეს ეგრძელდება, ეს არის დედა. იმიტომ რომ დედა არის ყველასთვის ულამაზესი და ბავშვობაშიც და შემდგომაც. ბავშვობაში რა თქმა უნდა ვერიდებით ხოლმე, კი არა, არ ვერიდებით, მაგრამ აი სულ თამაში უფრო გვინდა ვიდრე სწავლა. მეც ესე ვიყავი რა თქმა უნდა. მერჩვენა რომ მეთამაშა, ვიდრე მე მეცადინა. კიდე რა გითხრა ჩემო კარგო, მქონდა საკუთარი სახლი, მაშინ საკუთარი ბაღი მქონდა. ტიციან თავიზეზე ცხოვრობდი და ამ ბაღში იყო ბევრი ხეხილი. და რომ დაიწყებოდა თავიდან აყვავდებოდა ხოლმე ალუჩა და მე მწირთებოდა ალუჩა თავიდან. ვიწყებდით ამ ალუჩაზე აზრობით, პატარა ბავშვები თავიდან, მე ჩემ ბიძაშვილებთან ერთად ვიზრდებოდი. მაიასთან და გოგიასთან, მიქელაძეებთან. აგრეთვე უბნისფერი ბავშვები ერთად ვიყავით. მე ამ ალუჩიდან გადავდიოდით ხოლმე ბალზე, ბალი რომ დამწიფდებოდა, მე გადავდიოდით გარგარზე, მე ლეღვიც დავიმწიფდებოდა, მე წავიდოდით ხოლმე სოფელში, მე რომ ჩამოვიდოდით თუთაც უკვე არა, თუთა მანამდე იყო. მე მოკლედ რომ ჩამოვდიოდით მე იქიდან ყურძნების ზათ იყო უკვე და ყველაფერი მქონდა ერთ ეზოში თლიანად. სოფელში დავდიოდით, მაგრამ აქაც მქონდა ჩვენი პატარა სოფელი. აი ესეთი ბავშვები მქონდა ჩემო კარგო. ხიდან ხეზე დავდიოდით. კაცრი მშობლები ყავდათ თუ არა? კაცრი მშობლები არ ყოლია. ნამდვილად არ ყავდა კაცრი მშობლები. როგორი ბებიები და ბაბუები ყავდათ? ბებიები და ბაბუები ყავდა უსათნოესი და უსაყვარლესი. ერთი ბებია რომ საჩუქრებს მახვედრებდა ხოლმე. მე მაგალითად ხილს რაღაცას. მე მეორე ბებიასთან რომ მივდიოდი ის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჩემი ბებიები, რომელი უფრო კარგ საჩუქრებს დამახვედრებდა. ეს საჩუქარი ჩვეულებრივი იყო, განან რაღაც პუპუნების საგანი. ან ხილი, ან ჩურჩხელა, ან შოკოლადი, ან ეგეთი რაღაცები. მოკლედ ერთმანეთის შეჯიბრში იყო ჩემი ბებიები და ბაბუები, რომ ვინ უფრო გაახარებდა თავის შვილიშვილებს. და ძმა თუ ყავთ? მე მყავს 4 ძმა და 1 და. ჩხუბობდით თუ არა? არც ერთ შემთხვევაში. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ჭიდაობები ვასწავლეთ. მე უფროსი ვარ მათზე. ჭიდაობას ვასწავლედი ხოლმე, რომ გამოგადგება ჭიდაობა. ჩხუბი და ცემა არ შეიძლება, მაგრამ ჭიდაობა უნდა იცოდე კაცმა. ეხლა როგორი ურთიერთობები გაქვთ? შვენიერი, ძალიან კარგი. ეხლა გვაქვს ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელსაც ქვია ნიკოლ შოუ. და ესე რომ ვთქვათ, პირველი სიმღერის სათაურს ვეტყვი, უბერავთ. უჯერებდით თუ არა დედ მამას? ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა. პატარები რო ვიყავით, უჯერებდით და რო გავიზარდეთ, მე უკვე ჩვენი ჯგუფით დავიწყეთ მოძრაობა, მაგრამ სულ უნდა გაითვალისწინო მშობლის რჩევები, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდას უფრო ცინცხალი გონება აქვს და უფრო კარგად ფიქრობს, მაგრამ მშობლებს უფრო მეტი გამოცდილება აქვს. ვინ იყო თქვენი ბავშვობის მეგობარი? ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო ძალიან ბევრი, ვინმე არ გამომრჩეს. ცხონებული ლევან ბუხრაშვილი, ვასო კერესელიძე, დაცო ჯოხაძე, გოგი მიქელაძე პირველ რიგში. ეხლა სოციალები ვინც დავჭით, გია ხანთაძე, ედი შეკვესიტაძე, გუზო გაგნიძე, მიკა ახვედიანი, კახაწერეთი, რა ვინმე არ გამომრჩეს, გელა გერლიანი, სულ ყველა ჩემი ძალიან ბევრი ზოგადად ლევან ბერიძე, ეხლა ესე რო მოუყვე, ძალიან დიდი არმია გამოვა. ბევრი ძმაკაცები მყავდა და ბევრი დაქალები ესე. რომელი მასწავლებელი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იმიტომ არა რომ ბებია ჩემის და იყო, მაგრამ აი მართლა დასამახსოვრებელი მასწავლებელი იყო თამა გურჯანაძე 53 სკოლაში ქართული ენის პედაგოგი. როგორ ფიქრობთ, რატომ? იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცოდა და აი უნივერსიტეტის პროფესორი და აკადემიკოსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სკოლაში ასწავლიდა, იმიტომ რომ ესე მოინდომა. ვინ გინდოდათ გამხდარიყავით, რაზე ოცნებობდით? მე მინდოდა გამხდარიყავი, სულ პატარა რო ვიყავი, მინდოდა გამხდარიყავი გამომგონებელი. რომ აი რაღაცები გამომეგონა. და მე რო ცოტა გავიზარდე, მინდოდა გამხდარიყავი რეჟისორი, რასაც ეხლაც ვცდილობ. არ ვერ წარმომედგინა მე თუ აი სიმღერას დავიწყებდი ან მუსიკების წერას, წარმოდგენაში წამოვიდა. ყველაზე მეტად ვის ჯეროდა თქვენი წარმატების? რა თქმა უნდა დედას და ბებიას. ვინ იყო თქვენი ბავშვობის
ვინ იყო თქვენი ბავშვობის გმირი? ჩემი ბავშვობის გმირი იყო ხანვინ და ხანვინ. აი, ბავშვი ისეა, რომ თუ მულტფილმის ასაკი აქვს, მაშინ მულტფილმი ნახავს ვიღაცა გმირი. თუ მე კინოსასაკზე რო გადავა, კინო ნახავს ვიღაცა გმირი. შემდეგ კიდე იჯდება და ბოლო-ბოლო მიხვდება, რომ ყველაზე მთავარი გმირი და ყველაზე მაგარი სამყაროზე ეს არის მოვლენა და მაცხოვარი იესო ქრისტე. როგორ სწავლობდით? ხან როგორ. თუ მომინდებოდა, კარგად სწავლობდი, თუ დამიზარებოდა, მაშინ ვერ სწავლობდი. რა საგანი გიყვარდათ ყველაზე მეტად? ფიზკულტურა. რას თამაშობდით ყველაზე ხშირად? ყველაზე ხშირად თამაშობდით ფეხბურთს, რა თქმა უნდა. თამაშობდით, ჭიდაობდით ხშირად ჩვენ ისეთ წრეში გავიზარდე, რომ იქ მოჭიდავები ჭიდაობაზე დადიოდნენ და მე დავდიოდი. დიდი ხანი არა, მაგრამ ცოტა ხანი და უფრო ჭიდაობდით, ფეხბურთს თამაშობდით, იქ როლიკები იყო, მაშინ ჰოკეისაც თამაშობდით. რა ვიცი, წრელავ, კურგოილავ და როგორ არის. ბევრ თამაშებს თამაშობდით. პატარები რო ვიყავით, სხვა თამაშებს თამაშობდით და მე რო გავიზარდე ძირითადად ფეხბურთს რა თქმა უნდა. რა მულტფილმი გიყვარდათ ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, მიგი მაუსი. რას თამაშობდით ყველაზე? არა, მიგი მაუსი არასწორად ვიძახი, ბოდიში. სულ უნდა მიყვარდა ყველაზე. თქვენი საყვარელი ოსტატი ნანახი გავს? ქართული. ოსტატი. ეგეც გვიყვარდა. თქვენი საყვარელი საბავშვო წიგნი რომელია? ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნი. დაჩის საყვარელი აბა საბავშვო წიგნი. რა ძალიან ბევრი ნაცარქექიაც, წითელ ხუდაც ძალიან ბევრი საბავშვო ზღაპრები. დიახ. ვინ არის თქვენთვის სამაგალითო ადამიანი? სამაგალითო ადამიანი ხა ესე რომ ვთქვათ ჩვეულებრივ ადამიანებზე რომ ვთქვათ ბევრია, მაგრამ სამაგალითო ჩვენთვის არის მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა იმიტომ რომ დაელაგებინა არეული. ყველაზე მეტად რა საჭმელი გიყვართ? ყველაზე მეტად მიყვარს აერთხელ ვიშიმშილე 14 დღე არაფერი არ შევჭამე და მივხვდი თურმე რა მიყვარს ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად საჭმელებიდან მიყვარს ურის მარცვალი, ხორბლის მარცვალი და ყველაზე მეტად სასმელებიდან მიყვარს წყალი. რა ჰობი გქონდათ ბავშვობაში? ბავშვობაში ჰობი მქონდა გამომგონებლობა და სულ გვინდოდა რომ გავფრენილიყავი და სულ დელტოპლანები მინდოდა ამეწყო რომ გავფრენილიყავი, მაგრამ ერთხელ ოდნავ გამომივიდა, მაგრამ ისეც დავდვერი. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? სამომავლოდ გეგმები კი მაქვს, მაგრამ როგორც კაცი ბჭოდა და ღმერთი იცინოდა ეს ხალხური ნათქვამია. გეგმები მაქვს, გვაქვს გეგმები ძმერ ნიკოლაძეებს და მეც ალბათ ჩემი გეგმები მაქვს, მაგრამ ერთად უფრო ერთობლივად. ქართული ზღაპარი უნდა გამოვცეთ აუცილებლად და უნდა გამოვცეთ და უნდა გადავიღო ფილმად. ქართული ზღაპარი ერქნება, ანი ბანი ერქნება და აია ერქნება. ქართ ზღაპარი, ანი ბანი, აია. ეს ერქნება და აუცილებლად გავაგებინეთ მაგას ბავშვით. მინდა ძალიან რომ დაგაინტერესოს და ცოტა წაიკითხო იქნა რაღაცე. აი? მადლობას მოგახსენებთ მომდევნებისათვის. დიდი მადლობა შენ, ენასვარე. კაი კაცი ხარ ნიკოლოზ, სიცოცხლე. კარგად ბრძანდებოდეთ.